რეალობას. კრიმინალური ვითარება გაუარესდა. არა, კრიმინალური ვითარება არ გაუარესებულა. უკვე წელიწადზე მეტია ეს ორი მოსაზრება მოსახლეობას ხშირად ესმის ტელევიზიით თუ სხვა მედია საშუალებებით. მდგომარეობის გაუარესებაზე ოპოზიცია საუბრობს, ხელისუფლება კი სტატისტიკის საფუძველზე საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს. დღეს ჩვენ გვინდოდა თქვენთვის უახლესი სტატისტიკური მონაცემები წარმოგვედგინა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოწოდებას ერთ კვირაზე მეტი სჭირდება. ამიტომ ეს იდეა მომავლისთვის გადავდეთ და კრიმინოგენული ვითარება სურათის შექმნას კურიერის არქივზე დაყრდნობით შევეცადეთ. 2014 წლის იანვარი თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან 20 ჯერ ესროლეს 19 წლის პიცი. მუხრანი მამამთილმა ჯერ ძალი მოკლა თოფით, შემდეგ მეუღლე, შვილი კი მძიმედ დაჭრა. თებერვალში გორში დაცხრილეს ახალგაზრდა, კახეთში დაჭრეს, დუშეთში მოკლეს. საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 31 წლის მამაკაცი. დიდუბეში ტაქსის მძღოლი, კასპში ავტომატით დაცხრილეს 3 ახალგაზრდა. ქუთაისში შვილმა დედა მოკლა და საღორეში ჩამარხა. თბილისში ესროლეს 21 წლის ახალგაზრდას, კახეთში სიძემ სასიკვდილოდ გაიმეტა სიმამრი. ყოფილმა ქმარმა სპეცრაზმელმა 24 ტყვიით მოკლა მეუღლე და დაჭრა მისი ძმა. ნუსუბიძის ქუჩაზე სცემეს მსოფლიო რეკორდსმენი ჰენრი კუპრაშვილი. 2014 წლის 31 მარტს საკუთარ სახლთან სცემეს პარლამენტის წევრი ნუგზარ ციკლაური. 3 მაისს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდნენ კუდის უფროსის ყოფილი მოადგილის ერეკლე კოდუას ძმას დავით კოდუას. 14 მაისს საკუთარ სახლთან კაფეში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს მამუკა ხერხეულიძე. 27 მაისს კი თბილისის ერთ-ერთ კაფეში სცემეს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ამის გაშუქება, ასე ვთქვათ, და ამის ტირაჟირება, რომ იმის დასამტკიცება თუ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, იმაში რომ არის დიდი უსამართლობა. ამ ყველაფრით თქვენ ქმნით დაძაბულ ფონს. უბრალოდ მოსახლეობა იძაბება. რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბოლო პრესკონფერენციაზე გააკეთა. ხელისუფლება კრიმინოგენული ვითარების ამსახველ სტატისტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესებულია. დანაშაული შემცირდა, გახსნის რაოდენობამ კი იმატა. მინისტრი ჭიკაიძე მუშაობს ძალიან ეფექტურად და ყველა ის თანამშრომელი სამინისტროც ძალიან მოტივირებულია. ჭიკაიძის უწყება კრიმინოგენული ვითარების სტატისტიკის მისაწოდებლად წერილობით მიმართვას და 10 დღიან ვადას ითხოვს. ბოლო მონაცემებით, რომელიც უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2013 წელს გასულ წლებთან შედარებით ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7112 ერთეულით იკლო, რაც ჯამში 22.7% შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40.6%-ით მოიმატა. ეს არის ყველაზე მატყუარა მთავრობა, რომელიც საერთოდ საქართველოს თავის ისტორიაში ჰყოლია. ზუსტად იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილი ამბობდა, რომ კრიმინალი შემცირებულია, ჩვენს კანდიდატს ოჯახს შეუვარდნენ და დააყაჩაღეს, დანადადეს ბავშვებს და ძიძას. ზუსტად იმ დროს, როდესაც ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ საერთოდ ყველაფერი კარგად არის, იმ საღამოს ბიჭი დაჭრეს ვაჟაზე და კიდე სროლები იყო ცენტრალურ უბნებში, ის რომ არ გამოაქვეყნებ მონაცემებს, არ ნიშნავს, რომ ხალხი ამას ვერ ხედავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების საპირისპირო სამტკიცებენ ოპოზიციის წევრები. თავდასხმები ნაციონალური მოძრაობის წევრებზე პარტიული შეკრებების დროს, თავდასხმები დეპუტატებზე, ქუჩური გარჩევები, პირადი ან პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით. ოპოზიციის შეფასებით, კრიმინოგენულ ვითარებაზე ქვეყანაში ფაქტები მეტყველებს. კაშპიროვსკის-ეული შეგონება, რომ ხალხისადმი ყველაფერი კარგად არის, რა აზრს ატარებს, მე არ მესმის, იმიტომ რომ ყველაფერი ამ ხალხის თავს ხდება. ხო არის დღეები, ღამეები, როდესაც ყველა რაიონში ერთდროულად სროლა მიმდინარეობს, არა მარტო თბილისში, რეგიონებში, ყველა ტიპის დანაშაული არის გაზრდილი. მართველი გუნდის წევრები კი ნაციონალურ მოძრაობას ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დანაშაული შემცირებულია. ისინი ტყუიან და რეალური სურათი არის შემდეგი. ის რომ გასულ წელს 2013 წელს მოხდა ყველა თვის შედარება 2012 წელთან შედარებით 10000-ზე მეტი ერთეულით იყო ნაკლები დანაშაული ჩადენილი 2013 წელს ვიდრე ეს იყო 2012-ში. რაც შეეხება წელს მაისის მონაცემები გვაქვს, როდესაც 12-13%-ით ნაკლებია გასული წლის მაისთან შედარებით დანაშაულის ჩადენის რაოდენობა. ოპოზიციის წევრები საუბრობენ გახმაურებულ საქმეებზეც, რომლის გამოძიებაც ამ დრომდე არ დასრულებულა. ყველა
პოლიტიკურად ხმამაღალი საქმე დაწყებული ყველაზე ბინძური სპეკულაციიდანაც 2012 საარჩევნების წინ მათ ჩაიდინეს ქართულმა ოცნებამ რაფაელიანის საქმეს გულისხმობ, რომელიც პირად კონტროლზე აიღო და არ შეასრულა. აქ არის მერე შემდეგ მოდის მთელი წევა არ მინდა კიდევ ერთხელ ჩამოთვალო იმ საქმეებისა, რომლებიც პირად კონტროლზეც არის და არ არის გახსნილი. ესეთი მაღალი გახსნა დანაშაულობების ადრე არ ყოფილა და რატომ? მაშინ იმ დანაშაულობებს ჩადიოდნენ სწორედ ყოფილი თანამდებობის პირები და ესენი თავიანთ დანაშაულობებს არ იძიებდნენ. უდანაშაულო ადამიანებს აპატიმრებდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობები რჩებოდა გაუხსნელი. დანაშაულის ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სურველებს მხოლოდ წერილობით